მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ GeoStalks. ახლა არის დილის 8 საათი, ვდგავართ თბილისი მოლთან და ველოდებით მარშრუტკას, რომელიც წაგვიყვანს ბატეტის ტბაზე. მოგეხსენებათ, ბატეტის ტბა არის საკმაოდ პოპულარული და არ ვიცი, მე მგონი მარტო მე არ ვარ მან დამყოფი დღემდე. ეგერ თუთმერა ეფერება ჩუგლას. ჩუგი? ითხოვს აშკარად. შეგახსენებთ, ჩემი ვიდეოს სპონსორი არის მაღაზია სალაშქრო კუთხე, რომელიც ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს. ხოლო თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დასვით ლაიკი და დაწერეთ კომენტარი. მოკლედ სურვილი უნდა ჩავიფიქრო, პირველად ცხოვრებაში მივდივარ მარშრუტკით ტურში. მოგესალმებით ყველას უსასრულო სიჩილის ტურში, იმიტომ რომ დღეს უნდა ბევრი ვიცინოთ, ბევრი ვიაროთ, ვიხალისეთ, საჭმელი გექნება. დღევანდელი ჩვენი ტურის გამყოლი არის განუმეორებელი ანი. მივეგებათ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, გამოიწერეთ ჩემი Instagram-ი, Facebook-ი და დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, რომ GeoStalks არ ჩამორჩეთ მოკლედ. YouTube-ი ჯერ არ აქვს, მაგრამ მაინც გამოწერეთ. თქვენ გამოწერეთ მან ჩემი არხის დაუდე. იგი მეგობრებო, ჩვენ მოვედით ახლა ყინწვისის მონასტერში და მოდით ერთად დავათვალიეროთ, რატო არის უნიკალური და ლამაზი ეს ყინწვისის მონასტერი, იმიტომ რომ საქართველოში სულ 4 ფრესკა არის თამარ მეფის შემორჩენილი და ერთ-ერთი ფრესკა ზუსტად არის ყინწვისის მონასტერში. წამოდით ერთად ნახოთ. აი ესე გამოიყურება აქაურობა. საკმაოდ ესეთი ლამაზი და კოხტა ადგილი არის. ინდოელები everywhere. იმედია YouTube-ი არ დაბლოკავს მაგის გამო. ცოტა დაგვაგვიანდა ოქროს შემოდგომისთვის, მაგრამ მაინც ლამაზი ფერებია და რაც თავარია, თბილი და სასიამოვნო ამინდია. ამ მონასტრის გარშემო არის ესეთი საინტერესო სასიარულო ბილიკი გაკეთებული. ესეთი პარკივით არის და საკმაოდ ლამაზია შემოდგომისას. შეგიძლიათ აქაც გაიხსენოთ, დატყდეთ ბუნებით. მეგობრებო, ვინც არ თვითონ მოვედით ოქროს მონასტერში, ახლა ერთად დავათვალიერებ ამ ულამაზეს ადგილს და მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი არის შედარებით მაინც ახალი, მაგრამ ქრისტიანობის სიმბოლოს ნიშნად გადაწყვიტეს აქ დედათა მონასტრის აშენება. პატარა ისტორია ესეთი გვაქვს და დანარჩენი მოდი დავათვალიეროთ ერთად. ესეც აქაურობა შიგნიდან, ესეთი სილამაზეა. ანუ ანიშთან ტურში რო წახვალთ, თან გზაში გაჭმევ. ის არ მიმიწია, შენთვის იყოს განსაკუთრებული შებოლილი. ვაუ, მადლობები. ნინი მოკლედ არის, ესე იგი, გვაქვს ესეთი ვრეპები. მოკლედ ანიშთან ფშივრები არ დარჩებით ტურზე, ამიტომაც გირჩევთ. დამომყევით მე ჩამოქვეითდით ახლა, აქ არის ესეთი მინდორი, სადაც უამრავი მანქანა დგას. იდეაში აქედან უკვე იწყება ოფროუდი. თუ თქვენ არ ყავთ მაღალი გამავლობის მანქანა, შეგიძლიათ აქ იქირავოთ ჯიპი და ამით მიხვიდეთ ბატეტის ტბამდე. თუ ჯანმრთელობაზე პრობლემა არ გაქვთ და სიარულის მუღამი გაქვთ, სულ რაღაც 3 კილომეტრი არის გრუნტიანი გზა, ამიტომაც თუ კარგი ამინდია და გასეირდების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ უპრობლემოდ ესე ფეხით გაიაროთ. ხოლო უკანა გზაზე აქ შეგიძლიათ სადღაც ფაცხებშიც მოსხდეთ, იკეიფოთ, მოკლედ მთელი სერვისი სულო და გულო.
იმედია აქაც ცოტა ხანი ინდოელები არ შეხვდებიან და დავისვენებთ ამათ ყაყანისგან. აქაც კი საცობი შეიქმნა. 2000 ხალხი. მოგეთ აი ესეთი გზა არის. кайხანი არ უწვიმია, მაგრამ ქვემოთ მაინც ტალახები იყო. შიგადაშიგ ესეთი გამომშრალი გზა არის და ნუ პრინციპში თითქმის სულ არის აღმართი. საკმაოდ ბევრი მანქანა დადის წინ და უკან, რაც სრულიად მიუღებელია, იმიტომ რომ მსგავს ადგილებში მხოლოდ ფეხით უნდა იაროთ. წარმოიდგინეთ ახლა ტობავარჩხილზე რომ ადიოდეს აი ესეთი სამანქანო გზა და სადღაც გიდათ კარვი წასვლა დასვენება და ამ დროს მანქანები, ხალხი, ღრიალი, კეიფი და სადღაც ტბაში რომ ნესვის და საზამთროს გურკები რომ დაცურავს და მოკლედ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ რომ მსგავს ადგილებში სამანქანო გზა იყოს. გინდ რუსთაველზე ყოფილ ხარ, გინდა აქ? უბრალოდ ჯარიმას არ გიწერენ გზის გადაკეტვაზე და ეგ არის. გამოვედით ახლა ტყიდან მინდორზე და აქ არის გზა გასაყარი, არის გზა მარჯვნივ და მარცხნივ და ახლა ვსჯელობთ იმაზე თუ სად უნდა წავიდეთ. ჩვენი ყველაზე მაგარი გიდი ანი იძახის რომ მივდივართ მარცხნივ. ესე იგი გზად ხვდება მანქანები და იმის მიხედვით ხვდებით რომელ მანქანას რა გამოვლობა აქვს, ამ ზღოლს რამხელა გამბედაობა. იქ ქვემოთ ესე იგი მაზდები CX-5-ები, აქ ერთი CR-ვ, ცოტა ზემოთ Renegade და ეს არის ერთი უბედური აღმართი, რომელშიც წვიმაში შეიძლება მანქანას გაუჭირდეს, მაგრამ კაი საბურავი თუ არის და ძლიერი ძრავი, მე ვფიქრობ ნებისმიერი 4x4-ზე მანქანა აქავა ბოლომდე უპრობლემოდ. ჩვენ გავატრავერსებთ ზემოთ ბალახიან ფერდზე და მე ავუყვებით აღმართს, სადაც ხალხი დგას ახლა, იქ უნდა შევუხვიოთ და მივყვეთ მე ბილიქს. მაგრამ რო არ გავწვალდეთ, უფრო მარტივი იქნება რომ გავატრავერსოთ და აფიქსირეთ თუ შეიძლება სად ვატრავერსებთ. აი მანქანა სადაც დგას სტაფილოსფერი იქიდან ავალთ, მე ქედით გადავალთ და ვიქნებით უკვე ჩვენს ბატეთის-კენ მიმავალ ბილიქზე. აბა წავედით. თქვენ თუ გინახიათ დელიკა კაბრიოლეტი მოგლეთ გინდ რუსთაველზე ყოფილ ხართ პიკის საათში, გინდ ბატეტის ტბაზე და ესეც სახის გამაძრობელი აღმართი. კაიხანი არ გინახავს, ხო? კაიხანი არ მინახავს. მოდი უყუროთ და უქომაგოთ, ეს რა არის, Toyota თუ? ნაკლებად არ წავიდე. იქით გადავხდი რო არ წავხვით. ან იქით გადავხდი რა. ესეც ნანატრი ბატეტის ტბა. რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა. ესე იგი მეგობრებო, არხის გამომწერებო, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ბატეთის ტბაზე, დავაფიქსიროთ. არ ვიცი, 3-4 წლის წინ ვინც ხართ ბატეთზე ნამყოფი და უფრო ადრეც გახსოვთ ბატეთი უფრო ხელუხლებელი, უფრო ლამაზი და ინფრასტრუქტურაზე რა მოგიხსენოთ, აქ ინფრასტრუქტურა არ არის ზოგადად, მაგრამ გზაში რო ამოვდიოდით, ჯერ ხომ მანქანებით სავსეა, რუსთაველის ბულვარი გეგონება, ან რავი ბათუმში გეგონება, თავი იმდენი ნაკლები ალბათობა რომ მანქანამ გაგიტანოს ვიდრე აქ. კი ბატონო. ეს არის საინსტაგრამო ხე ჩვენს უკან, სადაც რიგი არის ფოტოს გადაღებაზე. ახლა არ ვიცი ვინც ნახულობს ამ არხს, ძალიან ვარ გამწარებული, იმიტომ რომ ფაქტობრივად
ადამიანისთვის სავალი ბილიკი არ არსებობს და ის ბილიკი, რომელიც ადრე ალაგ-ალაგ იყო და ტალახიანებული, ახლა თავიდან ბოლომდე არის ტალახში. არ ვიცი ვის ეკუთვნის, ეგ ალბათ მაინც უფრო ტურიზმის ადმინისტრაციას და გარემოს დაცვის სააგენტოს უნდა მივმართოთ, მოვნიშნოთ ეგ. ხო, ვიღაცებს მივმართავთ, იმიტომ რომ ეს ადგილი ეგრე მართლა დასატყობელი არ არის, მისახედია და რამე ზომები არის მისაღები. ამის თქმა მინდოდა და გზად კიდე გაჩვენებთ რას დაემსგავსა ბატეთის გზა. არ ვიცი ალექსი იღებდა გზად თუ არა, მაგრამ იღებდი მშვენიერი. Off-road შეჯიბრი მანდი იყო, რა ვიცი, მოკლედ ტალახები, ყველაფერს ნახავთ ახლა. ყველაფერი გარდახელუხლებელი ბუნების. და თან ყველაზე გადაობა იცით რა არის, რომ აქეთ მანქანაგის სიგნალებს გადაიწიე გზიდან ვერ გავდივარ და გაითიშა თუ იღებს მშვენიერი. ხო. ცალკე რაღაც. ანუ ცალკე ადამიანის სავალი ბილიკი არ არის. ბილიკი უნდა იყოს რა. კი ბატონო. ეს არის და ეს და აი გრძალ. იმედგაცრუებული ვარ, სრული იმედგაცრუება მაქვს 3 წელი არ ყოფილი ვარ ბატეთზე, მაგრამ 3 წლის წინანდელი ბატეთი ბევრად მირჩევნია დღევანდელ ბატეთს. კი, ნამდვილად ბატეთს ჩემგან 0.5-დან, იმიტომ რომ ჯერ ერთი გზაში დაიტანჯებით მანქანის ნაკადისგან და მეორე კიდე აქ, რა ვიცი, იმდენი ხალხია, რა ვიცი, მწვანდობა, კეიფობა, ამბები, მოკლედ ყველაფერი ველური ბუნების გარდა და ნუ მოკლედ ეს არის და ეს ეხა ცოტა დრონს ვაფრენ, შევჭამ და დავიძრებით უკან. სრულიად არ უნანობ, რომ 10 წლის მანძილზე რაც კი დავიწყე ლაშქრობა ბატეთის ტბაზე არ ყოფილ ვარ და მოკლედ ეხლა ანი მუნდა ჩაგვიტარო საჭმლის ისა მასტერკლასი. არ გადააქციე წყალი, ესე იგი მეგობრებო, დღეს გვაქვს ჩვენ მასტერკლასი და როგორ ვაკეთებ ჩვენ სალაშქრო საჭმელს. ესე იგი, მე წინასწარ მაგ დაჭრილი აქ ის არის სტაფილო და ბულგარული, მაგრამ ძირითადად ამას ვჭრილ ლაშქრობებშიც ხოლმე. მიდი. აბა სახში თუ დაჭერი ყველაფერი რაღაც ალაშქროა. სტაფილოს ბულგარულს მერე ვიღებ ყილას ცოტა არ არის მოწყობილი მთლად კარგად სამზარეულო მაგრამ ვიღებთ კუსკუსს ყრით ასე ზემოდან კუსკუსს ვაყრით კარგად ვაყრით ჩემონები მიშა ერთი მიშა რომელსაც უჭირავს ასე ღოლია და თან დამჭერი და თან ყველაფერში კი ფოტოებისაც იღებს ჩემდასაც ვუყრი არ მავიწყდება ვიღებ ცხელს და ასხავ თავზე მიშას კი ასე ვასწამ ხოლმე ცუნამი მოხდება არ მოხდება ცუნამი ვიღებთ ამ ჯამს დააფარე ზემოდან ლაშქრობაში ვანიჭებთ უპირატესობას მსუბუქ საკვებს რაც ნაკლებ წონიანია მეტის წაღება შეგვიძლია და საკმაოდ კაია კვებითი ღირებულებით ჭამაშცობაში ჩვენი კუსკუსის თითქმის მზად არის აფუვდა ბულგარულია სტაფილოა კუსკუსი და თინუსია ძალიან სასარგებლო ყველაფერში ხო მე ვჭამ სენდვიჩი ესე იგი ანის საჭმლის მასტერკლასის და ფოტოსესიის მერე ავიბარგეთ და ნელ-ნელა დავიძარით უკვე მანქანისკენ. რომელ მანქანაში ხდებით აბა? აქ ფაქტიურად კარფურის პარკინგი არის. შენი კი თავად აღმოსული. აჰა, ვერა ნახე. ესე იგი Grand Cherokee ავიდა. ნახე, ნახე. Toyota-ც ავიდა, Delica-ც ავიდა. იცოდეთ რა უნდა იყიდოთ. Oh shit.
ბატეთი. რა გამოვიწერე, რა ჩამოვიდა. მოდი ეკა, მოდი. მოკლედ, ვინც ფიქრობთ, რომ ბატეტი არის ლამაზი საინსტაგრამო და სატიქტოკე ტბა, იცოდეთ, რომ ესეთი ჯოჯოხეთები უნდა გამოიაროთ. ჩამოვედით ახლა ბატეტის პარკინგზე, ქვემოთ ძამას ხეობაში. მოკლედ, ესეთი უბედური მუსიკები უკრავს აქ პარკინგზე, ვითომ ბუტირკამ არა ქართულად. ხო და რაც შეეხება ბატეტს. პირველ რიგში არანაირად არ გისურვებთ და არ გირჩევთ მან დასვლას განსაკუთრებით შაბათ-კვირას. შუა კვირაში დიდი ალბათობით ნაკლები ხალხის რაოდენობა შეხვდებათ. გზად არის უბედური ტალახი, ყოველ წუთში მანქანები ამოდიან, ჩამოდიან და სულ გიწევთ იმ მანქანებისთვის გზის დათმობა და იმის მაგივრად რომ წახვიდეთ, დატკბეთ ბუნებით, დაიტანჯებით. ტბაზე უშუალოდ არის უამრავი ხალხი, ძალიან ბევრი ხალხი, ყველა სვამს, კეიფობს, წვადებს წვავს, იქ ნავით ვიღაცა ტიპი აკატავებს ხალხს და აი სულ მაგ ნავის ძრავის ხმა გესმის, მანქანების ბღუილი გარშემო იქ ოფროუდი და ტალახი ზილვა, მოკლედ რაღაც უბედური სერთა ადგილი არის და რავი, ჩემი რჩევა კი არა და არ გირჩევთ ბატეტის ტბას არანაირად. გაითვალისწინეთ ჩვენი ექსპერიენსი, შეიძლება რაღაც მომენტში დაემთხვას ისე რომ თქვენ ახვიდეთ და მან ნამდვილად ხალხი არ იყოს, თუმცა მე რაც ვნახე მე ეჭვება, ანუ ალბათ რაღაცა თოვლში რო ახვალთ, როცა ყველას დაეზარება მან დასვლა, შეიძლება მართლა სიწყნარე იყოს. ისე ჩემინება რო იყოს, საერთოდ დავკრძალავდი ბატეტის ტბაზე და მსგავს ადგილებზე მანქანებით ასვლას. მესმის რომ ყველას უნდა დათვალიერება, მაგრამ თლათ ისე არ უნდა მოხდეს რომ სხვებს შეუშალონ ხელი და საერთოდ გაუბედურონ აქაურობა. ეხლა მესმის შეიძლება ვიღაცას უჭირს და ვერ ადის, ნუ არსებობს ამისთვის პუსტობა და ლისის ტბა, სადაც ამოდის ავტობუსი. ამიტომაც მაგარი უკმა ყოფილო ხალხი ვარ, ძმაო. რა ვიცი, სად ვიყავ? ეს არის ნამდვილი ბოლაშქრის ფეხსაცმელი და შარვალი. აი ძმაო, ეს ნაგვებით რა წამოიდეთ, ვინმე თუ წამოხვალთ? წამოიდეთ. აი, ნახე, რა სუფთა დამოვდივარ, ნახე. გარეცხილი. ამან იჩეთე რა. მოკლედ ჩამოვედით ჩვენ ბატეთიდან, სრულიად იმედგაცრუებულები, რაღა დავამატო. ლამაზი კადრები შეიძლება ყოფილიყო, რომ არა ის ნაგავი, ის ტალახი და მანქანებით სავსე ბატეთი. და ხო ნავით რაც მთავარია, ნავით გასეირნება, შეგიძლიათ აწუყვე ბატეთზე, თუ თბილისში მტკვარზე ნავით გასეირნება მოგბეზრდათ, ან მცხეთაში მოგბეზრდათ ნავით გასეირნება, ბატეთზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ნავით. მოკლედ, ამით მე გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დასვით ლაიქი და მომავალ შეხვედრამდე.